სამყაროები ერთმანეთს ეჯახებიან, სადაც ერთი შეხვედრა მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. რუსეთზე, უკრაინაზე, ევროპაზე, ირანზე, ტაივანზე და ორ მხარეზე, რომლებიც რეალურად საუბრობენ. დიახ, დონალდ ტრამპი ჩავიდა ჩინეთში შეხვედრების სერიაზე და შეიძლება ითქვას, რომ ცივი ომის დროინდელი სამიტის შემდეგ პირველად ფაქტობრივად ყველა იძულებულია ყურადღება მიაქციოს. მიუხედავად იმისა, რომ ტაივანი ამ საუბრის მთავარი თემაა, ზუსტად ისე როგორც ის რჩება მთავარი თემად პოტენციური მესამე მსოფლიო ომის შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ეს არის თემა, რომელსაც მომავალ ვიდეოებში აუცილებლად დაუბრუნდებით, მაგრამ უფრო საინტერესო და აქტუალური სტრატეგიული პრობლემაა ირანია. ეს ასევე ის თემაა, რომელსაც ევროპაზე ყველაზე დიდი გავლენა აქვს. და მართლაც ეს და ასევე ტაივანის საკითხი, როგორც ჩანს, ორი ლიდერის საუბრის მთავარი თემა იყო. სამიტი იმ ჩვეუების ფონზე ტარდება, რომ ჩინეთი ამზადებდა იარაღის მიწოდებას ირანისთვის, რასაც პეკინი უარყოფს, ხოლო ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა უკვე შეაჩერა ირანისთვის განკუთვნილი საჩუქარი. ამასობაში მთავარი პოლიტიკური ნარატივი ისაა, რომ ტრამპი სამიტზე შესუსტებული პოზიციით მიდის. მას ჩინეთში დაახლოებით 10 წელია არ უმოგზაურია და ეს ვიზიტიც ირანში ომის დაწყების გამო გადადო. დარწმუნებული ვარ, იმედი ქონდა, რომ ომი ამ დროისთვის უკვე დასრულებული იქნებოდა, რაც მეგობრული შეხსენება ადმინისტრაციის თქმით ასეა, თუ ომის უფლებამოსილების რეზოლუციას გულისხმობთ. მაგრამ გონირული შეფასებით, ომი ჯერ არ დასრულებულა. ამიტომ დღეს უნდა განმიხილოთ ის დილემა, რომელშიც ჩინეთი აღმოჩნდა. იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ პეკინი იმავე კონტრკოალიციაშია, როგორც მისი შეუზღუდავი პარტნიორი რუსეთი, ჩინეთს ირანთან დაკავშირებით ფუნდამენტურად განსხვავებული მოტივები აქვს. და ეს თავის მხრივ აჩენს საინტერესო კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის დახმარებას შეიძლება მიიღოს ირანმა, რაც ასევე გვეხმარება გაუსვათ ხაზი, რატომ არ წასულა წინ მშვიდობის პროცესი რუსეთთან. საწმისად, როცა სულ უფრო მეტად ვხედავთ მსოფლიოს ომში ამ ჩახლართულ ალიანსებსა და დაპირისპირებებში, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ომი ძვირი ჯდება. და ამას მხოლოდ რუკაზე ხაზების კლასიკური გაგებით არ გულისხმობ. ვამბობ, რომ ირანისა და შეერთებული შტატების ბრძოლა თავისთავად არ არის კარგი ჩინეთისთვის, თუნდაც ირანმა ომში წარმატებას მიაღწიოს. და თუნდაც ჩინეთი არ მონაწილეობდეს რაიმე არსებითი ფორმით. დიახ, აქ ჩინეთისთვის აშკარა სარგებელია, თუ კი ირანი უბრალოდ იბრძვის, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე თუ მოიგებს. მთელი კონტრკოალიცია აგებულია საერთო ინტერესზე, შეასუსტოს შეერთებული შტატები, რათა თითოეულმა მათგანმა დაანგრიოს მსოფლიო წესრიგის ის ნაწილი, რომელიც არ მოსწონს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისთვის ეს ნიშნავს უფრო მარტივ გზას, რომ ტაივანი მატერიკის კონტროლქვეშ მოაქციოს. ეს აზრი ცოტა ხნით დაიმახსოვრეთ. მთავარი დილემა ისაა, რომ ჩინეთიც ფულის კეთების საქმეშია და ირანის ომი ამას ართულებს. ერთი შეხედვით პრობლემა ისაა, რომ ჩინეთი უფრო მეტადაა დამოკიდებული ჰორმუზის სრუტიდან ნავთობის გადინებაზე, ვიდრე ვინმე სხვა. მისი წარმოების სექტორს და მზარდ საშუალო კლასს მუდმივად სჭირდება შავი ოქრო, მაგრამ ქვეყნის შიგნით მხოლოდ დაახლოებით 30%-ის წარმოება შეუძლია. გეოგრაფიულად ყველაზე აშკარა იმპორტის ადგილი ახლო აღმოსავლეთია, რის გამოც ჩინეთის ბევრი კონტრაქტი სწორედ იქაა მიმართული, ან ყოველ შემთხვევაში იქ იყო მიმართული. მოკლევადიან პერსპექტივაში ყველა ეს გაუქმებული კონტრაქტი ქვეყანაში ენერგეტიკულ არეულობას იწვევს. საშუალოვადიან პერსპექტივაში, რომელშიც ამ ეტაპზე უკვე შევედით, შეჩერება დამანგრეველი არ არის. ნავთობი სასაქონლო პროდუქტია, ასე რომ ჩინეთს შეუძლია იმპორტი სხვა ქვეყნებიდან გააგრძელოს. პრობლემა ისაა, რომ გლობალური მიწოდების 20%-იანი შემცირება ფასების ზრდას იწვევს ყველგან, როგორც ამას ამერიკელი მომხმარებლებიც კარგად აცნობიერებენ. მაგრამ ის პრეტენზიები, რაც ამერიკელმა მომხმარებლებმა გამოთქვეს, საერთაშორისო სტანდარტებით საკმაოდ უმნიშვნელოა. ამერიკელთა უზარმაზარი უმრავლესობა დონალდ ტრამპზე განრისხებულია, მაგრამ კიდევ უფრო დიდი უმრავლესობა მაინც აგრძელებს გაზის გაზრდილი ფასის გადახდას. ესაა მდიდარ ქვეყანაში ცხოვრების პრივილეგია. შეადარეთ ეს ძალიან ღარიბ ქვეყნებს, რომლებიც მაღალი ფასების შედეგად მთლიანად გამორიცხულნი არიან ბაზრიდან. ეხლა ჩინეთი არ არის იმ ძალიან ღარიბ ქვეყნებს შორის, მაგრამ ერთ სულ მოსახლეზე ის ისეთი მდიდარი არ არის, როგორც შეერთებული შტატები ან ევროპის უმეტესობა ქვეყანა. საერთაშორისო სავალუტო ფონდი მას მსოფლიოში 73 ადგილზე ატენებს შესყიდვითი უნარის პარიტეტით, ერთი საფეხურით ქვემოთ ჩრდილოეთ მაკედონიაზე. ერთ სულ მოსახლეზე საშუალო სიმდიდრისა და უზარმაზარი მოსახლეობის კომბინაცია შეიძლება ნიშნავდეს, რომ ჩინეთი ამ ომისთვის უფრო მაღალ ფასს იხდის, ვიდრე ირანის გარდა ნებისმიერი სხვა ქვეყანა. დიახ, აშშშ-ზე კიდევ უფრო მაღალს. დიახ, ამას ვამბობ ჰექსეთის კონგრესში ჩვენებისთანავე, რომ ომმა ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს ამ დროისთვის 29 მილიარდი დოლარი დაუჯდათ.
ომის დასაწყისში ვთქვი, რომ ირანში ქაოსის არსებობა ვაშინგტონისთვის ყველაზე ცუდი შედეგი არ იქნებოდა, რადგან ამას ჩინეთთან დაკავშირებით თავისი მნიშვნელობა აქვს. ეხლა უკვე ხედავთ, როგორ მოქმედებს ეს პრინციპი. აქაც მოქმედებს სტანდარტული შენიშვნა, რომ ამ საკითხზე ზუსტი შეფასებების მიღება შეუძლებელია. მაგრამ ნავთობის ფასის 50%-იანი ზრდა ჩინეთის MŠP-ს მაქსიმუმ 1%-ით შემცირებას იწვევს. გაითვალისწინეთ, რომ ჩინეთს მთლიანობაში შედარებით ძლიერი MŠP-ს ზრდა აქვს, ასე რომ ეს რეცესიას არ გამოიწვევს. უბრალოდ ზრდა იქნება იმაზე ნაკლები, ვიდრე უნდა ყოფილიყო. ამაში შემაშფოთებელი მეორე დონის ეფექტი დევს. ჩინეთის ეკონომიკა ძირითადად ექსპორტზე ორიენტირებულ წარმოებაზეა დაფუძნებული. ამ სტრატეგიას მთელ მსოფლიოში მსურველი მყიდველების დიდი ჯგუფი სჭირდება. სხვა ქვეყნებში რეცესიების დაწყება შესაბამისად ჩინეთს დამატებით ტკივილს აპენებს. იგივე ხდება გადაზიდვის გაზრდილი ხარჯების შემთხვევაშიც, რაც საწვავის დეფიციტითაა გამოწვეული. შედეგად, ჩინეთის ექსპორტის წლიური ზრდა იანვარსა და თებერვალში 21.8% იყო. მარტში ეს მაჩვენებელი 2.5%-მდე დაეცა, როცა მოკლევადიანმა შოკმა ზოგიერთი ინდუსტრია პარალიზებული დატოვა. აპრილში მაჩვენებელი 14.1%-მდე გაიზარდა, თუმცა ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს დროებითია და გამოწვეულია სიფრთხილის მიზნით მარაგების დაგროვებით, ხოლო თუ შეფერხებები გაგრძელდება, ეს რიცხვები კვლავ შემცირდება. ერთი პატარა საბოლოო შენიშვნა ამ თემაზე. ბევრი ითქვა იმის შესახებ, რომ ირანმა გააცნობიერა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა რომ შეუძლია. თუ გვერდზე გადავდებთ მოყვარულის შეცდომას, რომ სახელმწიფოებმა ის ვერ ისწავლეს, რაც უკვე იციან, საზოგადოებრივ დისკურსში არ გაკეთებულა იგივე დასკვნა, რომ შეერთებულმა შტატებმაც ისწავლეს თავიანთი ძალა სრუტის დასახურად. მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა ეს იგივე მიზეზით ნამდვილად არ ისწავლა, ჩვენ ვხედავთ ამ ძალის დემონსტრირებას. ირანის ნავთობი, რომელიც ჩინეთს შეიძლება დასჭირდეს ტაივანის გამო ომის შემთხვევაში, დაბლოკილია განსაკუთრებული წინააღმდეგობის გარეშე. გარდა ამისა, შეერთებულმა შტატებმა ეს რთული გზით გააკეთა. ბლოკადის გარღვევის მცდელობისას ხომალდები დააგავა. ამის გაკეთების მარტივი გზა იქნებოდა მათზე სროლა, როგორც ირანმა გააკეთა თავისი ბლოკადის ნახევარზე. მე ვფიქრობ, რომ შეერთებული შტატები არ დააყოვნებდა მარტივი გზის არჩევას, თუ მესამე მსოფლიო ომი მიმდინარეობდეს. კიდევ ერთხელ, არ მინდა ვთქვა, რომ პეკინი 3 თვის წინ ამ შესაძლებლობის შესახებ არაფერს იცოდა. მაგრამ ეს სათანადო ყურადღებას ვერ იღებს საჯარო სივრცეში და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია იმაში, თუ როგორ ფიქრობს პეკინი რეგიონზე. თუ ყველაფერს ერთად შევაჯამებთ და ვეცდებით გავიგოთ, როგორ ჯდება ეს უფრო ფართო კონფლიქტურ კოალიციებში, ჩინეთს ირანის ომთან დაკავშირებით შერეული გრძნობები აქვს. ნავთობის მაღალი ფასები ცუდია. გლობალური რეცესიები ცუდია. მაგრამ შეერთებული შტატების მიერ უკვე მცირე საბრძოლო მასალის გამოყენების ღურება ეს ძალიან კარგია. ეს კარგია პირდაპირ იმიტომ, რომ თითოეული თომაჰავკი, რომელიც ირანისკენ ისრება, არის თომაჰავკი, რომელიც ვერ ისრება თაივანში შეჭრისთვის მომზადებულ პორტზე. ეს ასევე კარგია, რადგან თაივანისთვის იარაღის მიწოდება კიდევ უფრო გადაიდება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სიტყვას კიდევ უფრო, რადგან ეს პრობლემა ომის დაწყებამდეც არსებობდა. და ეს კიდევ უფრო უკეთესი ნაბიჯია, რადგან შეჭრამდე მიწოდება ტაივანისთვის უფრო ფასეულია, ვიდრე შეჭრის დროს მიწოდება. წარმატებებს გისურვებთ, რომ ისინი უვნებლად ჩამოვიდნენ. ამიტომაც გაქვთ უცნაური სიტუაცია, სადაც ჩინეთს სურს ომის დასრულება, მაგრამ არა აუცილებლად აშშ-ში ირანის დაპირისპირების დასრულება. ომის დასრულება ჩინეთისთვის უმაღლესი პრიორიტეტია, რადგან ეს ნიშნავს, რომ ჰორმუზი კვლავ გაიხსნება და ნავთობის არეულობა დაიწყებს შემცირებას. თუმცა აშშ-სა და ირანს შორის დაპირისპირების სრული დასრულება ნაკლებად მიმზიდველია. მხარეებს შორის ხოვლის მომცველი შეთანხმება, რომელიც მოიცავს ყველაფერს, მათ შორის ბირთვულ შეთანხმებასაც, თეირანის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის დასრულებას ნიშნავს. ეს კი თავისუფლად იმას ნიშნავს, რომ დასრულდება შეღავათიანი ნავთობის მიწოდება, რომელსაც ჩინეთი ადრე ირანიდან იღებდა. და ეს შეიძლება ნიშნავდეს იმასაც, რომ შეერთებული შტატები უფრო მეტ ძალას გადაამისამართებს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში. მიუხედავად ამისა, არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ჩინეთი შეიძლება უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდეს, თუ მტრობები დასრულდება, ვიდრე სტატუს-კვო გაგრძელდეს. შეადარეთ ეს რუსეთის პოზიციას, რომელსაც ყველაზე მეტად სტატუს-კვოს გაგრძელება აწყობს. სანამ სრუტე დაბლოკილია, კრემლი შეძლებს ნავთობის ფასების ზრდით ისარგებლოს და გააგრძელოს თავისი ომის დაფინანსება. ყოველ შემთხვევაში, იმ დრომდე, სანამ უკრაინული წარმოშობის ვარდისფერი ფრინველები ექსპორტის ლოგისტიკაში ხელს არ შეუშლიან. გაჩერებული ომი ასევე ახანგრძლივებს აშშ-ს იარაღის მიწოდების შეფერხებას უკრაინისთვის, ნატოს მოკავშირე ქვეყნების შესყიდვების გზით. ამგვარად, არსებული სტატუს-კვო რუსეთისთვის ბევრად უკეთესია, ვიდრე კონფლიქტის გადაწყვეტა ნებისმიერ პირობებზე, თუნდაც ირანისთვის სასარგებლო პირობებზე.
საწინააღმდეგო კოალიციის ამ შეუსაბამო სტიმულები თითოეულ წევრს უბიძგებს მეტი ინვესტიცია ჩადოს შეიარაღებაში, რადგან ომის შემთხვევაში ისინი ვერ დაეპრტნობიან ერთმანეთს მხარდაჭერისთვის. მაგრამ როდესაც კონსენსუსია, გადასანაწილებელი მეტი რესურსია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ერთ-ერთი მხარე მზადაა გადაიხადოს. შეადარეთ ეს ტრადიციული დასავლური კოალიციის სტიმულებს, რომლებიც ფართოდ თანხვედრილია ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკისა და დემოკრატიული მმართველობის პრინციპებზე. მაგრამ ესენი საზოგადოებრივი სიკეთეებია. შედეგად, ამ სფეროში უსაფრთხოების დეფიციტს ვიღებთ, მაგრამ მაინც მეტი შეთანხმებაა იმაზე, თუ როგორ უნდა იქნას გამოყენებული იძულებითი ძალა, როცა ეს აუცილებელი ხდება. ცხადია, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამ გზიდან გარკვეულწილად მოულოდნელი გზებით გადაუხვია. მაგრამ ეს წესრიგი მისამდე არსებობდა. წესრიგი მის შემდეგაც იარსებებს და ეს სტიმულების სტრუქტურები იქნება ის, რასთანაც შემდეგ ადმინისტრაციას რამდენიმე წელიწადში მოუწევს გამკლავება. და ეს მიგვიყვანს ბოლო საკითხამდე, თუ როგორ სურს ჩინეთს აქ მოლაპარაკების სტიმულებზე ზემოქმედება. თუ გადახედავთ ამბებს იმის შესახებ, რომ ჩინეთი თითქოს ირანს სამხედრო აღჭურვილობას აწვდის, ბევრს ეს აშკარა და უცნაურ არჩევანად მიაჩნია არსებული გეოპოლიტიკური განლაგებების გათვალისწინებით. მართალია, მეც არ ვთვლი ამას განსაკუთრებით გასაკვირად, თუმცა ჩვენი წინა განხილვის გათვალისწინებით არგუმენტს სხვადასხვა შენიშვნებს დაუმატებდი. სადაც ეს საუბრები ხშირად გზას აცდენს, არის ის, რომ ისინი არაპირდაპირ ამტკიცებენ თითქოს ასეთი დახმარება ავტომატურად ზრდის შანსს, რომ შეერთებული შტატები დათანხმდეს შეთანხმებას. ეხლა ეს მართალია, თუ ზუსტად იმ წინადადებებას მიყვებით, რაც ითქვა. მაგრამ თუ ამ მტკიცებას გაავრცელებთ და იტყვით, რომ ასეთი დახმარება თავისთავად ზრდის შეთანხმების შანსს, მაშინ საქმე ისევ გზას აცდენს. როგორც ნებისმიერი სხვა სახის სამხედრო დახმარების შემთხვევაში, ჩინეთის შემოწირულობების პირველი შედეგია ძალთა ბალანსის ირანის სასარგებლოდ გადახრა. ეს მართლაც უფრო მეტად ამზადებს შეერთებულ შტატებს შეთანხმებისთვის. შესაძლო შეთანხმებების უფრო დიდი ნაწილი უფრო მიმზიდველად გამოიყურება, ვიდრე ომში ბრძოლა. მაგრამ რომელი შეთანხმება დევს მოლაპარაკების მაგიდაზე, ეს ირანის პოლიტიკაზეა დამოკიდებული. და ირანის გათამამების ეფექტი სრულად ანეიტრალებს შეერთებულ შტატებზე არსებულ დამთრგუნველ ეფექტს. ეს იმიტომ, რომ რამდენადაც ნაკლებად ძლიერია შეერთებული შტატები, ზუსტად იმდენად უფრო ძლიერდება ირანი. გაიხსენეთ, ორმხრივი მოსალოდნელი ომის შედეგები ნულოვანი ჯამის პრინციპით მუშაობს. თუმცა ომს იწვევს მოლაპარაკების ბარიერები და დახმარების შესახებ საუბარში ეს საერთოდ არ არის ნახსენები. გარდა ამისა, ეს მოლაპარაკების ბარიერები შეიძლება ორივე მიმართულებით იმოქმედოს, იმის მიხედვით, რას თვლით კონფლიქტის გამომწვევ მიზეზად. მაგალითად, თუ ფიქრობთ, რომ შეერთებული შტატები ცდილობს გამოიყენოს მოკლევადიანი სამხედრო უპირატესობა ირანში შიდა არეულობის გამო, მაშინ კი ჩინეთის მოკლევადიანი სამხედრო დახმარება ამ ეფექტს აბალანსებს. ეს კარგია შეთანხმების მისაღწევად. მაგრამ თუ ფიქრობთ, რომ მხარეები ვერ თანხმდებიან, ვინ გაძლებს უფრო დიდ ხანს და ირანი ამ სპექტრში სუსტ მხარეს წარმოადგენს, მაშინ სამხედრო დახმარებამ შეიძლება გაამწვავოს განსხვავებები სუსტ და ძლიერ ირანს შორის. ეს აძლევს სტიმულს შეერთებულ შტატებს, რომ იბრძოლონ განსხვავების გასარკვევად, ვიდრე ირანის უფრო სუსტ ტიპს ზედმეტად დიდი თანხა გადაუხადონ. თუ ჩინეთს მხოლოდ ის სურს, რომ ირანმა მოიგოს ომი, მაშინ ამას დიდი მნიშვნელობა არ ექნებოდა. მაგრამ როგორც ამ ვიდეოს პირველი ნახევარი ხსნიდა, ჩინეთს აქვს ძლიერი мотиваცია მშვიდობის დასამყარებლად და დახმარებამ შეიძლება ეს დაარღვიოს. ელეგანტური გამოსავალი აქ არის ის, რაც ნაცნობად ჟღერს მათთვის, ვინც რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო პროცესს ადევნებს თვალს. პირობითი მხარდაჭერა ირანისთვის უფრო მეტად გამოიწვევს ხანგრძლივ ზავს და უფრო ხელსაყრელი პირობებით იქნება ირანისთვის. მაგალითად თქვათ, ჩინეთმა პირობა დადო, რომ ირანს შეიარაღებას მიაწვიდა, თუ შეერთებული შტატები უარს იტყოდა შეთანხმებაზე, რომლის მიხედვითაც ორივე მხარე წყვეტს ბლოკადას, მაგრამ ირანის ბირთვულ პროგრამაში ცვლილება არ შედის. ეს აიძულებს ვაშინგტონს გადახედოს ამ შეთანხმების ღირებულებას, რადგან ალტერნატივა ახლა უფრო უარესად გამოიყურება. მაგრამ ეს ასევე უშლის ხელს ირანს, რომ უფრო აგრესიული გახდეს, რადგან ჩინეთიც კი შეაჩერებს დახმარებას, თუ ირანი ამავე პირობებზე უარს იტყვის. რა თქმა უნდა, იმისათვის, რომ ეს ყველაფერი იმუშაოს, ჩინეთმა რეალურად უნდა შეასრულოს თავისი დახმარების ვალდებულება, როცა საქმე სერიოზულად დადგება. პოლიტიკური ნების თვალსაზრისით, ეს სავსებით შესაძლებელია. ეს განსხვავდება იმ როლისგან, რომელსაც შეერთებული შტატები ასრულებს რუსეთ-უკრაინის ომში. არავინ ფიქრობს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის დახმარებას დაამტკიცებს და შესაბამისად შეერთებულ შტატებს მცირე ბერკეტი აქვს რუსეთის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ პეკინს იგივე პოლიტიკური სანდოობის პრობლემა არ აქვს, მას ლოგისტიკური პრობლემა აქვს. ირანში გაგზავნილი დახმარება რეალურად უნდა ჩავიდეს ირანში, რაც რთული ამოცანაა, როცა შეერთებული შტატები ამჟამად ბლოკადაში ამყოფებს ქვეყანას.
ალტერნატივა საჰაერო გადაზიდვა, მაგრამ ეს სწრაფად გართულდება თუ სრულმასშტაბიანი მთრული მოქმედებები განახლდება. მაშ, რა დასკვნები უნდა გამოვიტანოთ დღევანდელი დღიდან? ჩინეთს ირანთან ურთიერთობაში შერეული მოტივები აქვს, მიუხედავად იმისა, რასაც აჩვენებს როგორც არსებული პოლიტიკური კოალიციები, ასევე საზოგადოებრივი ნარატივი. ეს უსვამს ხაზს უფრო ფართო განსხვავებას იმაში, თუ როგორ არის აგებული ეს ორი კოალიცია. და იმ შედეგის მიღწევა, რაც ჩინეთს სურს, არ არის ისეთი მარტივი, როგორც ირანისთვის მეტი იარაღის გადაცემა. ამასობაში მე შემიძლია გადმოგცეთ კიდევ 90 წუთი, სადაც ვსაუბრობ უფრო ფართო შესაძლებლობაზე, რომ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ტაივანის გამო ომი დაიწყოს. დააკლიკეთ აქ ამისთვის. თუ დღევანდელი ვიდეო მოგეწონათ, გთხოვთ მოიწონეთ, გააზიარეთ და გამოიწერეთ არხი და შემდეგ ჯერზე ისევ გნახავთ. იყავით კარგად.